გუშინ ივანიშვილის რეჟიმის ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა მეორედ დაიბარა პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე. პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებების ლიდერების პოზიცია აღნიშნულად დაკავშირებით ცხადია. ისინი ამისათვის იმყოფებიან საჯელასწლების დაწესებულებაში. ნიკა გვარამია და პარტია ახალი არაპირებს ითანამშრომლოს ივანიშვილის რეჟიმთან. ჩვენი პირობები არის იგივე რა პირობაც აქვს პროტესტს, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. არც ნიკა გვარამია და არც ახალის, ასევე არც კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აპირებენ ითანამშრომლონ რეჟიმთან და ლეგიტიმაცია მიანიჭოს რეჟიმს. ჩვენ არ ვცნოთ წულუკიანის ფარს, რომელმაც საბოლოო ჯამში ეს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია გამოიყენა იმისათვის, რომ ხაფანგში მოაქციოს ოპოზიცია და აიძულოს უკან დახევა. კოალიცია ცვლილებისთვის და პარტია ახალი არაპირებს უკან დახევას, არაპირებს თანამშრომლობას რეჟიმთან და არაპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ალბათ ყველას გვახსენდება საუკუნის წინანდელი და ახლობით საუკუნის წინანდელი მოვლენები, ზუსტად ესე ექცეოდა რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში იმ ხალხს, ვინც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რატო აკეთებს ამას ახლა ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში. ეს მიმართულია რწმენის გასატეხად იმ ხალხში, ვინც იბრძვის ამ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. იმედის დაკარგვისკენ მიმართული არის ეს ნაბიჯი, რომელსაც აკეთებს რუსული ოცნება და ამის საპასუხოდ ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პირიქით. კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობა რეჟიმთან და პრინციპული ართანამშრომლობა მასთან. ართანამშრომლობა ზუსტად ისეთი, როგორც იყო საპარლამენტო არჩევნების, ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების დასრულების შემდეგ არ შესვლა პარლამენტში, ართანამშრომლობა მის მიერ შექმნილ კომისიასთან, არ აღება იმ დაფინანსების, რომელზეც იყო საუბარი და ეხლა კიდევ უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ, ეს არის ადგილობრივ ამ ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ართანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან. ტყუილში არ მონაწილეობა. მხოლოდ ეს არის რაც ჩვენ მიგვიყვანს გამარჯვებამდე და როცა იმედსა და რწმენაზე ვსაუბრობთ, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და ვხედავდეთ ამას, რომ თავარი რწმენის მომცემი ყველა ჩვენთაგანისათვის არის ის ადამიანები, ათობით პოლიტიკური პატიმარი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არის ციხეში და ახლა უკვე პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც არ ვიცი, ასევე ძალიან მკაფიოდ აჩვენეს რწმენის რაღაცა მაღალი ხარისხი და თავგანწირვა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო ყველას, ვინც ფიქრობს, რომ რაღაცა ფორმით მაინც არის შესაძლებელი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან. ეს ჩვენ ქვეყანას არათუ წინ წაიყვანს, არამედ ძალიან დიდი ხნით დახევს უკან. უნდა ვიდგეთ პრინციპულ პოზიციაზე, უარი უნდა ვთქვათ ყოველგვარ თანამშრომლობაზე რუსულ რეჟიმთან და არ უნდა გავაუფერულოთ ის გამარჯვებები, რაც ამ თანამშრომლობამ და მუდმივმა წინააღმდეგობამ ჩვენ მოგვიტანა და ესეთი გამარჯვება არის ბევრი. ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ივანიშვილის ქართულ ოცნებას რეჟიმად აღიარებს და მას მიტაცებული აქვს ძალაუფლება და საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც ესოდენ მაღალი აქვს ჩვენს ქვეყანას.